ეგრე უნდა უკაკუნო ანიმატორსაც, რომ აი ბუღი აიწიოს და გაიწელოს და გადაადგილდეს. პიქსელ არტები იყო ძალიან სასიამოვნო, მაგის კეთება. სალამი, შენ ხარ თამთუნის YouTube არხზე და დღეს ჩემი სტუმარი არის გივი, რომელიც არის 2D ანიმატორი, ძალიან იჭირი ადამიანი და ძალიან საინტერესო პატარა ანიმაციები აქვს შექმნილი. გივი, როგორ ხარ? მოგვიყევი, როგორ გრძნობ თავს? შესანიშნავად ვგრძნობ თავს. მადლობა მოწვევისთვის საინტერესო წამოწყებაში. ჩვენი ეპიზოდების სპონსორი არის მინიკუბი, აი ეს არის ძალიან საყვარელი სათამაშოებით სავსე ყუთი, სადაც ორცხობილიც არის და ბევრი პატარა სათამაშოები. და ეს საჩუქრად გადმოგეცემა შენ, ჩვენი სპონსორისგან. მადლობა ძალიან დიდი. შეგიძლია მე გახსნა დაათვალო რომ შეგნით რა ხდება და გასინჯო გემრიელი ორცხობილა. აუცილებლად. მიხარია რომ მოხვედი და იმედი მაქვს რომ დღეს ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ ანიმაციების შესახებ. იმას გავიგებთ თუ ვინ ხარ, როგორ მოხვედი ანიმაციების სფეროში და საიდან დაიწყო შენი გზა. ანუ როგორ მოხვდი საერთოდ ანიმაციაში? მანამდე რა ბექგრაუნდი ქონდა? ხატავდი, არ ხატავდი, ანიმაციებს უყურებდი, ანუ რა გამოიწვია ის რომ შენ ანიმაციებში მოგინდა ყოფნა და როგორ დაიწყო ეს გზა? ანუ ანიმაციებს რო უყურებდი, რა თქმა უნდა, ანუ რავი, რაც თავი მახსოვს, უთმობები ეგ იყო. ანუ ყველაზე სახალისო რაღაც მედიუმი, რომელსაც ეს ტელევიზორში შემეძლო, რომელსაც შემეძლო ტელევიზორში მეყურებინა. ძალიან დიდ ხანს შემეძლო. აი, სანამ კომპიუტერს მიყიდიდნენ, ყველაზე სახალისო გასართობი ეგ იყო. და რაღაცნაირად მე გამომყვა ეს თანდათან, მაგრამ მე რაღაც ასაკში გამოჩნდა ვიდეო თამაშები. და აი ვიდეო თამაშება მომანდომა რომ პროგრამირება მისწავლა, იმიტომ რომ ვიდეო თამაშების კეთება მომინდა. აჰა. მაგრამ მე როცა პროგრამირების სწავლა დავიწყე, მივხვდი რომ მარტო პროგრამირებით ვერ გავაკეთებდი თამაშს, მჭირდებოდა ანიმატორიც. და ვიცოდი რომ ნუ ანიმატორის ფული არ მაქვს, ანუ რაღაც დონემდე მაინც უნდა ვისწავლო ეს ანიმაცია, რომ ჩემი თამაშისთვის გავაკეთო და გადავწყვიტე რომ მესწავლა ეს ანიმაცია. და როგორც კი დავიწყე რაღაცა პირველი ნაბიჯები, მივხვდი რომ აი ძალიან მომწონს ეს რა, მithumetes რომ ბავშვობიდან ხატვა ძალიან მიყვარდა. რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ CG Georgia-ში დამედო ნამუშევრები. მაშინ რამდენის იყავი? მაშინ ვიყავი 15-ის. და დავდე ეს ნამუშევრები და გიორგი გამომეხმაურა მაშანია. პირველი სამსახური და პირველი პროექტი, რომელზეც ვიმუშავე ანიმაციური იყო ჟირაფი ჟოზე. და მაქედან დაიწყო იდეაში ჩემი ანიმაციური ესეთი პატარა კარიერა. წეგან რო ახსენე თამაში მინდოდა, რამე კონკრეტული თამაში გინდოდა თუ ბევრნაირი იდეა მქონდა მაშინ, უბრალოდ ჯერ მინდოდა რომ მესწავლა რა, რომ მივხვდარიყავი როგორ შეიძლება საერთოდ რაღაცის გაკეთება. ტრიდეთი დავიწყე იდეაში და რაღაცებს ჯერმანად ვაკეთებდი. და მე Unity-ის სწავლა დავიწყე და Unity-ში რაღაცები YouTube-ის ტუტორიალებით. მე მივხვდი რომ უბრალოდ 3D ანიმაციის კეთება ცოტა უფრო მეტ დროს მოითხოვს ასწავლოთ, ვიდრე 2D. ნუ ყოველ შემთხვევაში ანუ შესრულის ის აქვს ბევრად მარტივი რა, ანუ მარტივად ხვდები 2D ანიმაცია როგორ ფუნქციონირებს, ვიდრე 3D. განზომილება რო ემატებაო და ზოგადად რთული. ანუ იქ 15 წლის ადამიანისთვის ცოტა ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალი არის, რომელიც ანუ მაგ დროს ვერ ამოყავებ მაგ ყველაფერს. მithumetes როცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ ხარ რო ანიმაცია გინდა. ეგ გზადაგზა მოვიდა რომ მაინც ანიმაცია გინდა ვიდრე დავუშვათ პროგრამირება. კი, პირველი 2 წელი ალბათ სანამ ანიმაციას ვაკეთებდი, ჯერ კიდევ მეგონა რომ პროგრამირება იქნებოდა ჩემი ძირითადი მიმართულება. მაგრამ აი სადღაც 2 წელი რო ვიმუშავე ჟოზეზე, მაგის მერე მივხვდი რომ არა. ანუ ანიმაცია არის ისეთი რაღაც, რაც ძირითადი იქნება ყოველთვის და შემდეგ იქნება სხვა ყველაფერი. თუ რამეს დავუთმობ დროს, იქნება როგორც აი ან ჰობი, რაღაც სხვა, ანიმაცია ყოველთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. ვა, ანუ ეხა ეგრე არის შენთვის ხო? კი, აბსოლუტურად. ძალიან მიხარია, მეგონა ჩემთვისაც ეგრე არის, ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაცია გახდა და თან ესეთი ადამიანი რომელსაც ყველაფერი მარტივად ბეზრდება და მგონი ერთადერთი პროფესია რომელიც არ მომბეზრებია და სულ მინდა ვაკეთო. ხო, ანუ თან მომენტი ის არის რომ თუ ტექნიკურად გამოგივიდა ანიმაცია ძალიან მარტივია ეგ არჩევანი გააკეთო, იმიტომ რომ აი პროგრამირებისგან და სხვა რაღაც სფეროებისგან განსხვავებით ანიმაცია არის სფერო, რომელშიც ეგრევე ხედავ შედეგს რა, ანუ მორჩი თუ არ აკეთებას ეგრევე ზა რაღაცა გაქვს რომ ანიმაციას ხედავ შენ გაკეთებულს და ეგ ბევრად მარტივია მოკლედ რომ თუ ტექნიკურად გამოგივიდა შემდეგ კეთებისთვის мотиваცია გქონდეს. პროგრამირებაში არ არის ეგრე რა, პროგრამირება სანამ რეალურ რაღაცამდე მიხვალ,
აი წლები უნდა ისწავლო, ხო და თუნდაც აპლიკაციის შექმნას ძალიან დიდი დრო ჭირდება, თუნდაც თამაშების შექმნას წლები ჭირდება. და თან ანუ მომენტი ის არის, რომ თვითონ პროცესი როგორც არის ანიმაციის, აი ანიმაცია არის ძალიან ბევრნაირი. ნუ შეიძლება რახან იმდენი დრო არ დამითმია პროგრამირებისთვის, მანდაც არის ეგ ნიუანსები, მაგრამ აი ანიმაციაში მაგალითად არის, რომ რაღაც ნაწილს აკეთებ, სიტუაციაზე შეიძლება ფონური მუსიკა ჩართო, რაღაც ნაწილისთვის კი ბატონო გიწევს კონცენტრირება, მაგრამ აი მოძრაობის დიდი ნაწილი შეიძლება აკეთო ისე, რომ თან მუსიკას უსმინო რა. პროგრამირებაში მთელი პრობლემა იყო ეგ. რომ ფოკუსირება გიწევს კონცენტრირება გიჭირს თუ რაღაც ძალიან ისეთ აქტიურ მუსიკას უსმენ და ანიმაციაში არა ვარ ეგრე. ანიმაციაში ლიფსინკის დროსაც კი აი როცა ვამთხევ რაღაც ძალიან დიდ წინადადებაში ტუჩებს რაღაც ხმას, მაშინაც კი შემიძლია მუსიკას უსმინო. ანუ არ მიშლის მან თხელს, მაგრამ აი პროგრამირებაში ყოველთვის ეგრე იყო, რომ მუსიკას უსმინო რა, ვიდეოებს უყურავდი და სერიალებს უყურავდი, მე როგორც ახსოვს მუშაობის დროს. ხო, არა, რამდენიმე რაღაც ერთად კეთება შემიძლია. პროგრამირების დროს არ გამოდიოდა ეგ. ნუ შეიძლება რაღაც სკილები ვერ მომემატა მაგის რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მახსოვს, რომ ბევრად უფრო სტრესული იყო რა პროგრამირება. მით უმეტეს როცა შენიც სწავლობ. და ხო ან არაფერი არ გამოდის ჯერ, აი ვერაფერს ვერ აკეთებ, არაფერი არ მუშაობს რა. როიცოდეთ ხალხო, ვისაც გაქვთ ნანახი მოკლე ანიმაციები TikTok-ზე შეგხვდებოდათ, ჯარისკაცის მამა იყო ერთი რაც ძალიან გავარდა მგონი და შერეკილებიც იყო. შერეკილები იყო ალბათ ყველაზე მეტად რაც ესე მოიწონა ხალხს ეგ ხო. ხო. იმედი მაქვს ამ პროექტებით გემახსოვრებათ კი როგორ მოგივიდა ესეთი ვიზუალების იდეა და თვითონ ამ მაინც ეს კონკრეტული ფილმები რატო აირჩია გაასაანიმირებლად. ნუ იდეა იყო ან ზედმეტი რაღაცების გარეშე უბრალოდ ვნახე რა სხვაგან. ანუ კასვან დეპოლი არის ეგეთი არტისტი, რომელსაც აქვს რეკაპები. YouTube-ზე ძალიან მაგარ შეგიძლიათ ნახოთ. აი ძალიან კარგად აკეთებს და ძალიან გაერთობით ყველაფერი რაც კი ბავშვობაში გაქვს ნანახი, აბსოლუტურად ყველაფერი არის მანდ ანუ ალადინი, კუნგ-ფუ პანდა და ხო აი რეკაპები აქვს რა, როგორც მე მაქვს შერეკილებზე გაკეთებული. ეგ ყველაფერი აქვს მაგ ტიპში გაკეთებული და აკეთებს საოცრად რა. ეგ რო ნახე ძალიან მომინდა რომ ეხლა ვიცი რომ ქართულ ფილმებს არ გააკეთებენ, იმიტომ რომ ესე დასავლურ აუდიტორიაზე არ არის რა. ანუ ისეთი რამეა რომ უეჭველი უნდა გააკეთდეს რა. ის მომენტიც არ იყო რომ რაღაც გავარდება, არ გავარდება, რეალურად იყო რომ ეგ როგორ არ უნდა იყოს. ანუ არა ხო მოკლე შინაარს იგებ თლიანად რა ხდება. ხო და ქართული ფილმები რაც არის. იმდენად სახასიათოა, აი ნებისმიერი პერსონაჟის ვიზუალიც კი რა, რომ ხატვის სკილებიც კი არ გჭირდება მაინც და მაინც იმისათვის რომ მაგათი პერსონაჟები დახატო, აი ძალიან მარტივად შეიძლება მოჯღაბრო და მიახვედრებ რა. რაც არა ეგ თვითონ მაგ ფილმების ვიზუალი თუნდაც ტანსაცმლით ხვდები. ხო და მაგ ფილმების გენიალურობაზე მეტყოლებს, იმიტომ რომ პერსონაჟი შექმნა, რომელიც აი ძალიან სახასიათოა და უბრალოდ სამი ფერი რო აიღო, ხვდები რა რომელი პერსონაჟი არის, აი როგორც ახლა სიტუაციაზე, აი შერეკილებში რო აიღო სიტუაციაზე რაღაც კანის შეფერილობა, შინდისფერი და ნაცრისფერი მიხვდები რომ ერთაოზია. ანუ ეგრე რა, აი ძალიან მარტივად იკითხება ნებისმიერი პერსონაჟი და გამახსოვრდება და აღარ გავიწყდება მე. ხო ვიფიქრე რომ ანუ ეს უნდა ყოფილიყო გაკეთებული რა. და რომ ისეთი რაღაცებიც დამენახა მაგ ყველაფერში რაც ჩადებული არისო რა. თვალზე მომენტში როცა პერსონაჟი აი და შემდეგი მეებში იქნება სერიებში როცა ფილმში შეიძლება ჩანდეს რაღაც პასიური აგრესია, მაგრამ მე ამას რაღაც ცოტა ვამეტებ, ვუტრირებ და უფრო მეტად აგრესიული ხდება და რაღაც რა, ანუ ანიმაციას უხდება უტრირებას. ხო, ანუ მომენტი ის არის, რომ იქ რეჟისორმა გადაწყვიტა, რომ ესე მსუბუქად ეჩვენებინა ეგ რო შენ კარგად დააკვირდე ფილმს რა, მაგრამ მაინტერესებს რაზე ამბობ, ახლა ვერ ხვდები. აი დავდებ ნახა. რამდენ ხანში დავდებ, როდის ველოდოთ ჩვენ სახელნამუშევრებს? მალე საუკუნე შეიძლება იყოს რა არის მალე შენ. მე ზედმეტად ზარმაცი ვარ იმისათვის რომ ესე ზუსტი თქვა. ამიტომ იმედი მაქვს რომ მალე. ანუ ძალიან მინდა მაგ ყველაფერს გაკეთება და ვაკეთები და გეგმაში რამდენი პროექტი გაქვს იგივე ჟანრში? აი ეს კონკრეტულად არ მიფიქრია, უბრალოდ 4-5 ფილმი არის, რაც ჯერ კიდევ ძალიან კარგია გასაკეთებლად. ცისფერი მთები მოაყოლე. აი ცისფერი მთები არის ძალიან რთული შემთხვევა. ხო რა ძალიან მაგარი. და ცისფერი მთები რო გავაკეთო, მაგას უნდა ძალიან ბევრი ფიქრი. ანუ ფიქრის ნაწილი რომ მოფიქრება, რომ აი მან რა შეიძლება მოძრაობაში იყოს რა, იმიტომ რომ იქ იმდენად
პერსონაჟები, ჩემთან ხო პერსონაჟები არ საუბრობენ. ხო. და იქ ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობენ პერსონაჟები. ხო, შეგიძლია წრეზე ტრიალის მომენტი გააკეთო ისე რომ სურდა იგივე წრეზე. ხო, აი რაღაც ეგეთ შეიძლება მეტაფორა გააკეთო, მაგრამ ჯერ ის ფილმები იმ ფილმებით ვიწყებ, რომლებიც უფრო აი ხა და უკვე დადებული მაქვს ის ნაწილი იმის, რასაც ვაკეთებდი რეკორდის. და ბაშიაჩუკი უნდა წამოვიდეს შემდეგი. ვთქვი რომ ეგეთი ფილმები რომლებიც არის ძალიან სახასიათოები, სადაც იპოლიტე ხუჩი არის, ეგ ფილმები ალბათ ყველა იქნება, იმიტომ რომ იპოლიტე ხუჩი ისეთ ფილმებში არის, რომლებიც აი შეიძლება საერთოდ ხმა გავთიშო. და ისე უყურო, ანუ მინიმუმ 30% ყველაფრის მიხვდები. შერეკილები ხა ძალიან ვიზუალური ფილმი არის რა. კი, ძალიან ეფექტური იყო, ძალიან მომეწონა. თან ანუ შენი სტილი გაქვს ანიმაციის შემუშავებული, რაც ხო, აი რაღაც როგორც აი რაღაც მე თვითონ რეალობაში ხო ის ცოტა ჰიპერაქტიული ბავშვი ვითვარ და სულ რაღაც ერთადაც ვერჩერდებ რაღაც. ხო, აი შენი დრაივი აქვს. ხო, ეგა არა მთელი მუღამი, რომ აი ყველაზე კომფორტული სფერო არის ჩემთვის, რომ გადმოვიტანო ეგ ნაწილი რა ჩემი, რომლებიც აი შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს ვიღაცისთვის რა მომენტში, რომ აი ეგეთი ვარ და რაღაცა რა. რეალობაში ეგ არ არის ყოველთვის დადებითი ნაწილი, მაგრამ ანიმაციაში ანუ მარტო დადებითი გადმოდის რა. უარყოფითად არ მოდის ეს. არავინც არ ქონია ეგეთი პრეტენზია, რომ რა აქტიურია შენი ანიმაცია რა. ხო და აი მაგიტო ესა რა. მარტო კარგ ნაწილს იღებს ჩემსას ანიმაცია და ცუც ტოვებს რეალობაში და მაგიტო ძალიან მიყვარს სფერო. ანუ ეს შენი გამოხატვის გზა არის რა და თან ძალიან გავს რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს თავს რა. ანუ ჩვენი პერსონაჟები და ჩვენი ანიმაციის სტილი და ტაიმინგი და სპეისინგი ძალიან გავს იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვიყენებთ, ანუ სხეულებრივად, ანუ რამდენად სწრაფი ხარ, მოქნილი ხარ, ეს ყველაფერი იქაც გამოიკვეთება. ზოგიერთი ადამიანი არის შედარებით უფრო ნელი და თუნდაც ნელა სვამს, ნელა ჭამს, ნელა მოძრაობს და ანიმაციაც ეგეთივე ნელი გამოდის. თუ დაკვირვები ხარ ეგეთ ადამიანებს და ზოგიერთი პირიქით აი შინაგანი მექანიზმი რაღაცნაირად აჩქარებულია და ტემპიც აჩქარებულია მაგათი ანიმაციის. ჩემ შემთხვევაში აჩქარებულია ხოლმე და ყველა მეუბნება ცოტა დაუციეო რა. აჩქარიაო. და ერთი ეს ყავს კიდე ანიმატორი, იმას პირიქით აჩქარდი ცოტა, იმიტომ რომ მისი ტემპი არის ნელი. ხო, ეგ მომენტი არის და ცოტათი შურს ხოლმე ხალხისაც შეუძლია რომ აი სიამოვნება მიიღოს ძალიან ნელი ანიმაციაზე, ნელ ანიმაციის როკეთებ. ზოგჯერ უყურებ და ძალიან მინდა მეც გავაკეთო ეგრე რა, მაგრამ ანუ აი ნელი ანიმაციის კეთება, ნელი და ესეთი ანიმაციის კეთება ჩემთვის არის უფრო აი ტექნიკურად უნდა მივხვდე კარგად და ტექნიკურად მივხვდები და გავაკეთებ, თორე ანუ ჩემში არზის ეგ რა, ანუ შეიძლება წლების მერე უფრო სხვანაირი წამოვიდეს შინაგანი მდგომარეობა. შეიძლება. უბრალოდ მახსოვს აი ბავშვობაში მე რა მიყვარდა რას უყურებდი რა. ყველაფერი რასაც უყურებდი და მიყვარდა. ტარტაკოვსკის ყველაფერი. ტარტაკოვსკის ყველაფერი, ხო? სამურაი ჯეკი. სამურაი ჯეკი, კი. ეგ პირველია თუ არის უფრო ტოპ ტარტაკოვსკი. ტარტაკოვსკის ყველაზე ტოპ ალბათ მაინც პრაიმალი არის. ესე ანიმაციის კუთხით თუ შეიძლება აი არის ალბათ რაღაც მაგნუმ ოპუსი, იმიტომ რომ უბრალოდ ერთი სიტუაცია არის, ანუ ყოველთვის პირველ სეზონში. და ყველაფერს გწნობ, ყველაფერს ხვდები რა. აი მთლიანად ხარ ჩართული ესეთი ანიმაცია. თან ანუ არის ძალიან კონკრეტული ანიმატორი რა, ანუ ზუსტად გაძლევს იმ გადმოსაცემს, რაც უნდა რომ გადმოგცეს, იმიტომ რომ იმ მომენტებში, როცა სხვა ძალიან მაგარი ანიმატორები გამოიყენებენ რაღაც სიტუაციაზე 30 კადრს რაღაცის დასახატად, ეს სამში ისე გაჩვენებს ამას, რომ ანუ უფრო მეტი დინამიკა არის და თითქოს 3 კადრი იყო და რა უნდა მოგესწრო რომ გენახა. მაგრამ ყველაფერს ასწრებ რა და აი რეალურად ტარტაკოვსკის ეგ სტილი ძალიან მაგარი, იმიტომ არის რომ რეალობაში რაღაცებს როგორ ხედავს ძალიან მაგრა აქვს დამოყავებული და ძალიან მაგრა ამტროს მაგას მულტფილმებში რა. და აი სიტუაცია ჰაიაო მიაძაკი ძალიან მაგრა ხედავდა რეალობაში. ხო. მე გადმოქონდა ეგ რეალობა ანიმაციაში. უბრალოდ ამ რეალობას იხდიდა ფანტასტიკურს რა. და აი მიდგომებშია განსხვავება რა. ეს რაღაც იმას იღებს კონცენტრირებული ანიმაცია არის რა ტარტაკოვსკის. და აი ეგ მიყვარს და მეც იგივე რომ აი რაღაც პერსონაჟი თუ სწრაფად თუ გადაადგილდება ფეხის რაღაც ტერფის და ყველაფრის ანიმაცია კი არა. ან მირჩევნია რომ რაღაც ბუღი აიწიოს და გაიწელოს და გადაადგილდეს და მაგით გამოჩნდეს რომ სწრაფად გადავიდე რა. იმიტომ რომ ეგ უფრო სახალისოა ჩემთვის რა. ხო, იმიტომ რომ ეგ არის საწყისები რა სახალისო ანიმაციის აი ტომი და ჯერი, ლუნი ტიუნზი და ეგეთი რაღაც რა. ყველაზე კარგი საკაიფოს ეგ ეფექტები. ხო, ეგ არის რომ აი ეგ ხო ვიღაცა მოდის რაღაც მოიფიქრა რომ ანუ
სიტყვაზე ადამიანი რომ გაიქცა, თავი დარჩა და კისერი გაძრა და ტანი გაიქცა და თავი დარჩა, მე თავი მერე დაეწია რა. და ეგეთი რაღაცა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ანიმაციაში რა. მე მგონია რომ ეგ გამოარჩევს სხვა ყველაფრისგან. გაჩნია რა ჟანრზე მიდიხარ და რა სტილში მიდიხარ, იმიტომ რომ აი კარტუნს რასაც უყურებდით ჩვენ თუნდაც ახლა შენ რაც ახსენე ტომი ჯერი და კიდე მსგავსი ანიმაციები მაგას უხდება. თუმცა ეხა დაუშვათ სხვა ანიმაციები რაც არის თუნდაც ჰაიაო მიაძაკის ანიმაციები მაგას ანუ ანიმე სტილს ეგ ვერ მოუხდება. კი ბატონო. თავისი ჟანრია ყველაფერს. ნუ მანდაც არის ახლა მომენტები რომ ელემენტები იქიდან არის აღებული თუნდაც აი აკირაში რომელშიც ლამის ერთებზე არის დახატული ყველაფერი მანდაც არის რომ ძალიან უტრირებულია ეს რომ მოძრაობას რო იწყებს რაღაცები რომ თავისი რაღაცა ხო სახსახებს რო იყენებენ თუნდაც ანუ ძალიან იბლარება ყველაფერი ბევრი ხერხი აქვს და ანუ ორივე სამყაროდან იღებს ძალიან კარგს რა უბრალოდ ის მომენტი არის რომ აი მე რო წარმოვიდგენ რომ აი ამ ანიმატორთან ვჯდები და რაღაც ვილაპარაკები და უშოთ 9 საათი რა ადამიანი რომელმაც გააკეთა ფენომენალური ანიმაცია სიტყვაზე რომელშიც აი ყველა კუნთი ძალიან კარგად გამოჩნდა ცხელი აწია ძალიან დახვეწილად რაღაც ეფექტიც და ადრო აი ჭყვიალებს რაღაც არ ვიცი რა ყველა ანარეკლი რაღაცა ჰაილაითი ჩრდილი ყველაფერი იდეალურად არის ანუ ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს მაგ ადამიანის მიმართ ვინც ეგეთ რაღაცას აკეთებს ძალიან მომწონს მაგის ყურება ანუ არა მაქვს ეგეთის რომ ეგეთ რაღაცას ვერ ყურებ არა ეგეც ძალიან მომწონს უბრალოდ ხვდები რომ 9 საათი მაგ ადამიანს ვეღარ დაველაპარაკები ვერაფერზე რა ანუ მაგ ადამიანმა ძალიან მაგრა ისწავლა ანატომია ძალიან კარგად დაამუღამა როგორ უნდა შეინარჩუნოს ფორმა და ტაიმინგი დაამუღამა მაგრამ ის მომენტი რომ მულტფილმში რაც არის რომ აი ჭყვიდან შეიშალა ხო ეგ მომენტი აი რომ ცოტა რომ გადაირია რა აი ეგ მომენტი არის და უკვე ნაკლები საერთო მაქვს ადამიანთან რა და ეგრე არის რომ ანუ მულტფილმსაც რო აკეთებ მაყურებელთან საერთო სპოვნაზეა რა ანუ როცა პატარა ვიყავი და უყურებდი ტარტაკოვსკის მულტფილმებს აი მაშინაც კი რაღაც საერთო სპოვნობდი მიხვდი იმისა რომ ტექნიკურ ნაწილზე საერთოდ არ ვფიქრდებოდი რა მახსოვს რომ აი რო ვთამაშობდი ეზოში რო გავდიოდი და თამაშობდი სიტყვაზე აი ტარტაკოვსკის მულტფილმების გარდა აი სონიკი მაგალითად რა ხო არ წარმოვიდგენდი რეალისტურად სწრაფ სირბილს რა წარმოვიდგენდი რომ მივრბივარ და უკან რჩება ეს ლურჯის რა ანუ იმ სმეარს წარმოვიდგენდი რომელიც იყო მულტფილმში რა ბავშვობაში ანიმაციიდან გამომდინარე ხო ანუ ანიმაციიდან გამომდინარე ფიქრობ რა აი რო რაღაც ჩხუბის სცენასო წარმოვიდგენდი რომ ეზოში რო თამაშობდი რაღაც ხმლებით იმპაქტ ფრეიმები იყო თავში ხო ხო აი რაღაც იმ დონეზე მოდის ეგ ვიზუალური ისა რა აი კოდი იდება რაღაც შენში და აი ეგრე მუშაობს მე რა მე არ მქონია ეგეთი ისა ერთადერთი რაც მახსენდება ნარუტოს სირბილია რაც ზამბორმა ხო ხო ნარუტოს სირბილი ეგ ხო საერთოდ მაგრამ ანუ ეფექტებზე არასდროს არ მიფიქრია მე მგონი ეხა უფრო დავიწყე ამ სმეარების ეფექტებზე ფიქრი და ბევრად აცოცხლებს ალამაზებს ანიმაციას მაგაში აბსოლუტურად ეთქვა აღმოჩენ ანიმატორის ეგ არის რა. სმეარებს ქართულად რა ქვია? ან რა შეიძლება უწოდო. გადადღლარძული კადრია რაღაც. ხო და აი ეგეთი რაღაცები სმეარები და ანუ ხატრული ისა რა ეგ ინსტრუმენტია შენთვის რომ ანიმატორი რა უნდა ანუ როგორც აი სკოლაში რომ რაღაცა ედიმაშობდნენ ხუიკაკუნდებდნენ ეს თავში რომ აი რა ამ ხატრული ხერხი გამოიყენა ავტორმა რა მეტაფორა შედარება ეპითეტი და აი ეს ყველაფერი და ეს უნდა გაანალიზო რა ეგრე უნდა უკაკუნო ანიმატორსაც რომ აი რო უყურებს რაღაცას რა ხატრული ხერხი გამოიყენა გენადი ტარტაკოვსკიმ რა ხატრული ხერხი გამოიყენა ჰაიაო მიაძაკი ეს სერიოზული სკოლა უნდა გააკეთო ანიმაციის სადაც ჯერ ხო ანიმაციას ასწავლი მე გაარჩევინებ ყველა მაგარ ანიმაციას რაც კი სამყაროში არსებობს. მაგ შემთხვევაში რამოდენიმე წლიანი სასწავლებელი უნდა იყოს ეგ. ამიტომ მაგას რამოდენიმე თვეში ვერ აათვისებინებ. არა, ხო, ანუ ვერ აათვისებინებ, შეგიძლია უთხრა ეგ ადამიანს, მაგრამ ორგანულად არ იქნება რა. მომენტი ის არის, რომ ანიმაციის დამოუკიდებლობის სისწრაფე რეალურად იმაზე არის დამოკიდებული რამდენად ხარისხიანად უყურებდი ანიმაციას პატარა როცა იყავი რა. ანუ ეგ არის რეალურად რა. ხატვის სკილი ცალკე არის, მაგრამ ანუ ხო შეიძლება რომ ბურთის დახატვა ყველა შეუძლია ნაკლებად რა. ბურთს შეგიძლია ეგ ანიმაცია გაუკეთო. შეიძლება ძალიან მაგრა ხატავდეს ვიღაც ადამიანი და ძალიან აკადემიურად საერთოდ ვერ ხატავდეს
მეორე ადამიანი და იმ ბურთის ანიმაციას გააკეთებს ბევრად უკეთესად ვიდრე ის ხატვარი რა. უბრალოდ იმიტომ რომ აი მიხვდა ანიმაციაში რა არის რა. ხო და აი ხატვის სკილი და ეს მერე ერთად აი რაღაც ისეთი მეგაზორდია რომელზეც აი ყველაფერს ამარცხებს რა. კი, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რატო გიყვარს შენი საქმეობა ყველაზე მეტად? ხო, აი რა არის ის ერთი რაღაცა, რის გამოც ამ სფეროში, ანუ არც არ გაცვლდი სხვა პროფესიაში. ტიპაჟის გადმოტანა ისე რომ ანუ მაგაში დარჩეს საუკეთესო ნაწილი ჩემი გამოდის ამ სფეროში რა. ანუ ჩემი საუკეთესო ნაწილი რჩება მანდ რა, ანუ ანიმაციაში. შენი საუკეთესო ნაწილი რა არის? აი ჩემი აზრით ჩემი საუკეთესო ნაწილი არის ის რომ აი რაღაც მომენტში სანამ აუტანლობამდე მივა საკმაოდ სახალისო ტიპი ვარ რა და ხიარული ადამიანი ვარ მოკლედ რა და ჩემთან რაღაც დროის გატარება არ არის ესეთი შეიძლება ეს შენი ხიარული პოზიტიური ტიპი გადმოდის ანიმაციებში ხო ანუ ტრაგიკული პერსონაჟი არ ყოლია ან ბოროტი, რომელსაც ყოველთვის დაადროა დამსხვრევა უნდა, ან ანტაგონისტს გულისხმობ რა ზოგადად? არა, ეგ ერთი მეორეს არ უშლის ხელს რეალურად. თავარია მულტფილმის ის იყოს რა, ტონი იყოს რაღაცნაირი პერსონაჟი, შეიძლება რაღაც არქი კონდეს რა. უბრალოდ ჯერ ამ ხელა პროექტამდე არ მისულა რომ სერიალი იყოს რა, მიხვდით იმაზე რომ წერ. ხო, ძალიან დიდი ხანია. მანდაც მე მგონია რომ უმეტესად ტონი რაღაც ანიმაციის იქნება ისეთი რომ აი ჩანდეს რომ მევაკეთებ ამას რა ანუ რომ ჩემი ხასიათი გადმოვიდეს. ყოველთვის ძირითადად პერსონაჟებში რომელსაც საკუთარ თავთან ვაიდენტიფიცირებ, ეგ იქნება რა. მე შეიძლება იყოს დაძაბული სცენა იყოს რა, დაძაბულ სცენაში რომ როგორ გააკეთებ ანიმაციას, ეგეც ბევრნაირი შეიძლება იყოს და ის რომ შენ სიტყვაზე აქტიური ტიპი ხარ, ეგ ყველაფერში ჩანს რა. ან ის რომ უფრო ისეთი ხარ რა, ნელი ადამიანი ხარ, რომელსაც უჩვენია რომ ცოტა რაღაც მოითმინოს, აცადოს რაღაც პროცესებს და მე წყნარად შეხედოს ამ ყველაფერს და რაღაც, მაგის გაკეთებული ანიმაციაც ჩანს რა. თუ რა თქმა უნდა, თვითონ არ გადაწყვიტა რომ აი რაღაც შეიძლება შეკვეთა იყოს ისეთი რომ აი ესეთი ადამიანივით გამიგეთე ანიმაცია. ან ესეთი ადამიანივით და მაშინ გიწევს რომ მოერგო, მაგრამ ესე ბუნებრივად რაც გინდა, აუცილებლად იქიდან გამომდინარეა გამოწვეული რა ხარ შენ რა. სათქმელის თქმა რეალურად რა აი რაღაცა სიტყვას მე თუ მომინდა რა რაღაცა შემაწუხა სიტყვას რაღაც პოლიტიკამ ან სიტყვაზე შემაწუხა სოციუმმა რომელიც მგონია რომ რაღაცას აკეთებს არასწორად ან მინდა რომ ვთქვა რომ რაღაცას აკეთებს სწორად რა ანუ ეს პლატფორმა არის რომელიც მაძლევს საშუალებას რომ შეიძლება დიდ აუდიტორიაზე ჯერ არა მაგრამ რაც არის მაგაზე რომ ვთქვა ჩემი სათქმელი რა და რაღაცნაირად დაფიქსირდეს რომ აი ამ და ამ სუბიექტმა აი ამ და ამ სახით გამოხატა ეს სათქმელი და მე მირჩევნია რომ ესე გამოხატო სათქმელი. ვიდრე ტექსტი დავწერო ან რაღაც რა, ხო, აი ეს უფრო მე მგონია ჩვენგან ეგ უფრო იმუშავებს რა. ხო. წერლისგან უფრო იმუშავებს რომ რაღაცა, ხო. ლექსი, პროზა რაღაც. ხო, რაღაც ეგეთი, უფრო ვიზუალური აღქმის ტიპი ვარ რა. რაღაცა უნდა დავინახო და ისე იმას და მაგიტო ანიმაციას უფრო ჩემს ყველა ვარიანტში უფრო იმოქმედებს რა ეხლა. აი მაგიტო ბავშვობიდან მხატვრული ლიტერატურასთან ვიყავი ძალიან რთულად. რამე კომიქსი თუ იყო შემეძლო, რაღაც სამეცნიერო ლიტერატურა ცალკე არის, იმიტომ რომ იქ შემეძლო რომ ძალიან დიდხანს არ გავჩერებულიყავი, იმიტომ რომ ისტორია არ არის რა, არის ძირითადად რაღაც კონკრეტული 500 გვერდიან წიგნი ლიტერატურულ წიგნებში. ხო, ანუ კონცენტრირებული როცა არ იყო ინფორმაცია მაგის აღქმა ტექსტურად მიჭირდა. და მხატვრული ლიტერატურა კარგი ესე მოკლედ ნათქვამი იშვიათად არის რა. ანუ შეიძლება რაღაც ვიღაცის ხონდეს იქ მიმართულება, მაგრამ აი ხა ვინც ყველას მოსწონს ეგეთი წერილები, რაღაც ცდილობენ რომ რაღაც აი ზუსტად ეგ მეტაფორები შედარებით ისინი გამოიყენენ რომ რაღაცნაირად გაალამაზონ ეს ტექსტი რა, რომ სიტყვას ხონდეს რაღაც ცალკე ან ხელწერა ხონდეს რა ავტორს. ხო. მაგრამ ეგ იყო ჩემთვის ცოტა რთული რა, რომ აი ტექსტი მეკითხა უბრალოდ, იმიტომ რომ ვიზუალი მჭირდებოდა რა. და აი მაგიტო კომიქსები შემიყვარდა ძალიან რა. უბრალოდ აი რაღაც წიგნის ალტერნატივად იყო რომ ინფორმაცია რომელიც ყველაფერი ხო მულტფილმში არ არის. იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი რაღაცა არის და ძალიან ბევრი ფული უნდა რომ გაკეთდეს და ძალიან ბევრი ისტორია ვერ კეთდება როგორც მულტფილმი. ძალიან არ ყოფნის ერთი სახის ინფორმაცია რა. და აი ეხაც როგორც მულტიტასკინგზეც როგორც ვარ არ ყოფნის ან ჭუეჭველი უნდა უსმიო რაღაც ისე თან ისეთ რაღაცას, რასაც დასჭირდება, ცოტა ჩართვარო, გავაანალიზო. დამარტივი ინფორმაცია თუ იქნება მეზარება მაგის ყურება, იმიტომ რომ არ მღლის.
აი დავუშვათ ძალიან ჩახლართული ანიმაცია თუ გასაკეთებელი, სადაც მართლა ფიქრი გიწევს თვითონ მოძრაობაზე. მაგ შემთხვევაშიც არ გიშლის ხელს, როცა რაღაცას უყურებ ან უსმენ? პერსონაჟის ანიმაციას როცა ვაკეთებდი, არასოდეს არ ყოფილა მომენტი, რომ მაგ პერსონაჟის ანიმაციის გამო, სანამ ხმაზე არ იყო რა, აი ხმას როცა ამთხოვე, მაშინ ხო და ლიფსინგსეც არა, აი რაღაც კონკრეტული მოძრაობა რო ხმაზე არის და სამთხოვე, იმიტომ რომ ეფექტი ის რაღაც ბუმ მომენტი რო არის, ეგ უნდა იპოვა რა. და მაგ დროს კი გამითიშავს ყველაფერი და გადმოსვა ამაზე, მაგრამ ესე რომ მოძრაობებისთვის დამჭირდა რომ რაღაცა გავთიშო აქეთ და აღარ აღვიქო ეგ ინფორმაცია, ეგ არ მქონია. აი motion graphic-ისთვის კი, motion graphic-ა ბევრად უფრო რთულად მოდის ჩემთან რა. პერსონაჟს ბევრად მარტივად ხვდები რას რატო აკეთებს რა. ხო. motion graphic-ას იმდენად ვხვდები, განსაკუთრებით თორსა motion graphic-ის დიზაინი მე მიწევს რომ გავაკეთო რა, იმიტომ რომ აი ეგ ნაწილი საერთოდ პერსონაჟის ანიმაციაში არ მქონია ეგეთ პრობლემა. motion-ის დროს ყოფილა ეგეთი. აი ხა როგორც მე და შენ საუბრობთ, ეგრე საუბარი რეალში რა. ჩემთვის ცოტა რთულია ხოლმე რა. ხარ არის რთული ამ ძამს. არა, ეხა არ არის რაღაც ისა რა, წარმოვიდგენ რომ იქ კამერა არის, რაღაცნაირად მაინც რაღაცა ხდება რა, მოკლედ. ხო და ეგ მოქმედებს შენზე არა. ოკეი, ფაქტორს ერთად ითვალისწინებ ხა და მაგითხარ. აი ვიღაცასთან საუბარი ბევრად მისწრდება, როცა გარეთ ვართ. ხმაური როცა არის. სიჩუმეში არ მოყვარს საუბარი საშინლად. ან ტელევიზორი უნდა იყოს ჩართული რა, რაღაც ეგეთი. ცალკე უნდა იყოს ინფორმაციის წყარო რა, რომელიც აი შეიძლება რაღაც პერიფერიული იმით რა, სმენით ან ხედველობით დავუმღვამო, მაგრამ ნუ ხვდები რა, რაღაცას ვიგებ მანდ და ეგ მე მაწყნარებს. მაგის გარეშე ის სიწყნარეში უბრალოდ ერთი რაღაცის კეთება, აი ჯოჯოხეთია ჩემს, არ შემიძლია. რა გქონდა ყველაზე საინტერესო შეკვეთა? პირადზე მეტად მახსოვს, აი ერთად რაზეც მუშაობდით ეგ. რომელი? ბანანები. აი იყო ყველაზე საინტერესო ალბათ იმ კუთხით რომ მაგაზე რაღაც უკეთესებიც გავიკეთებია. მაგრამ საინტერესო იმიტომ იყო რომ თავისუფლება ჰქონდა. ბევრნაირი რაღაც როგორ მოგვიფიქრებინა. ბანანები, მოიცა მოკლედ შინაარსი რო ვთქვათ ბანანები რა არის. ერთი ბურთულაში მუშაობდით ერთად და ყავდა ესეთი კრიპტო კომპანია იყო და ბანანები ყავდათ პერსონაჟი მასკოტი რა და მოგცეს სრული თავისუფლება, ეს არის ჩემი პერსონაჟი და უბრალოდ მინდათ რომ ანიმაცია აკეთოთ, ნებისმიერი რაღაც შეგიძლიათ გაკეთოთ. უბრალოდ აი ამ 30 წამიანი ანიმაციები გვინდა რა. და ეგ თავისუფლება გქონდა და შენ რა გააკეთე, რომელიც ყველაზე მეტად გახსოვს მაგ ბანანებიდან? პიქსელ არტები იყო ძალიან სასიამოვნო მაგის კეთება. მეორედ ვცადე მაშინ თუ მესამედ პიქსელ არტის კეთება, ხო? და ძალიან მომეწონა. თან ძალიან ჩავერთე, იმიტომ რომ აგრესიული მცველი გავხდი true pixel art-ის, როცა დამოღამება რო დაიწყო როგორ დარანაირად. ხო, იმიტომ რომ ანუ სწავლობდით ერთად მაგას. ხო, იმიტომ რომ აქვს თავისი რაღაც ისინი რა, კანონები pixel art-ს, რომელსაც ანუ თუ არ დაიცავ, ეგ ესთეტიკა იკარგება რა. ხო, როგორც კი იცავ, იდეალურად კარგი ხდება. ხო, როგორც კი იცავ, ეგრევე ხვდები რომ აი ვერ ხვდები, მაგრამ თურმე აი ეს კაია, ხო? ეს მაყურებელი რეალურად ხვდება, როდესაც ცუდი, უბრალოდ ვერ ხვდება რატოა ეს ცუდი რა. Deadpool-ი იყო ალბათ საინტერესო, იმიტომ რომ მან რაღაც ცოტა უფრო რთულად ვიფიქრეთ სცენა, იმაზეც რაღაც ფუტურისტული ის რო იყო. ძალიან დამევასაუბრე. ეგეც აკაიფო რაღაც. საინტერესო ეს შეკვეთად რაც იყო, საინტერესო ალბათ ეგ იყო რა. კიდე საინტერესო იყო სერიალი, რომელზეც იდეაში მუშაობდით, მაგრამ ნუ მე ჭინკაზე ლაპარაკობთ. ხო, თავიდან ჩანასახში ძალიან კარგი რაღაცა იყო, მაგრამ მე ხო რაღაც ისე არ დაალაგდა. ან ჩვენ გვინდოდა რომ ანიმაციურ სერიალზე გვემუშავა რა. და ველოდებოდით ვინმე კარგი კლიენტი თუ გამოჩნდებოდა, ვინც შეგვკვეთავდა. კი გამოჩნდა კლიენტი, რომელმაც შემოგთავაზა რომ ჭინკა სცენარი მაქვსო და მოდი გავაკეთოთო. თუმცა ორი სერიის მეტი ვერ მოახერხეთ და აღარ შედგა ეგ პროექტი სამწუხაროდ. ხო, და ისიც კარგი იყო, რასაც ვაპირებდით რომ გავაკეთებინა, რომ რომელზე? დინოზავრებზე გახსოვს? აუ, ძალიან საყვარელი. დინოზავრები ჩემი აზრით იყო ძალიან პერსპექტიული პროექტი, იმიტომ რომ საბავშვო პროექტი, რომელიც შემეცნებითი და თან სახალისო იქნებოდა. თან მანდ გვინდოდა რომ დინოზავრებზე ყოფილიყო ისტორია ისე რომ ამ ბავშვებს ესწავლათ ეს დინოზავრები რომელია და ანუ რაღაც პერიოდები, იურული პერიოდი, რაღაც არტისფერი, ყველაფერი რაც სახელები ცოდნოდა და ხო და აი რატო იქცევა ტრიცერატოპსი ესე, რატო იქცევა რაღაცა ბრონტოზავრი ესე. დინოზავრები საერთოდ ძალიან საინტერესო სფერო არის და ძალიან სახალისო, იმიტომ რომ ყველა ბავშვი ყავს ახლა დინოზავრებს რო სათამაშოებს ახლა ძალიან უყვართ. აი ნებისმიერი თაობის ბავშვს. ჩვენც ძალიან გვიყვარდა, შენც ძალიან გვიყვარდა. ხო და მაგიტო ისეთი ის არის რა, საინტერესო მიმართულება არის. რატო არის კარგი ხა დინოზავრის
ჯიშების ცოდნა ესე არავის პრაქტიკულად რა თქმა უნდა არ გამოადგება. თუ ვაინდაუნის პალეონტოლოგი არ გახდა რა. მაგრამ რთული ტერმინები არის, რთული სახელები არის რა, ეხლა ეს პლეიზიოზაური, ტრიცერატოპს რაღაცა და ხო და აი ბავშვი იმახსოვრებს მაგას რა, მაგ სახელებს. და მე ბევრად მარტივად გამოსდის, რომ აი რაღაც ცოტა უფრო რთული ინფორმაცია ჩაიბეჭდოს რა. ანუ გონების სავარჯიშოსავით იქნება ეგ რთული. ხო. ეს ანიმაციები სწავლების ყველაზე კარგი მეთოდია ბავშვებისთვის. ანუ ძალიან მარტივად ითვისებენ და ანუ იმეორებენ თან ერთი და იგივეს ხშირად. ხო, კი. რეალურად სიმღერას რაღაც ტექსტი რო იყოს, ხო შეიძლება ვერ მიამსგავსოს, ვერ დაალაგებს რა, მაგრამ მელოდიური რაღაცა რო არის, ბგერები რა. ეგრე რაღაცა წაიმიღერებს ბავშვი და ნელ-ნელა მე აწყობს სიტყვას რა და ანუ ვაფშე რა გამორიცხული რო სიტყვაზე ანუ ჟოზეთი აიდგას ენა ვიღაცამ რა. ფორმა ისწავლა ჟოზეთი, თუნდაც ფერები ისწავლეს, რაღაც მათემატიკა ისწავლეს, წელიწადის დროებიც ისწავლეს, ანუ ფორმა ისწავლა რა, სანამ სკოლამდე მივითოდნენ. ძალიან მოქმედებს ბავშვებს რა და ძალიან ბევრ რაღაცაში ისეთ შეეხმარება რა ანუ ეჭვიც კი არ ქონდა რომ აი აქ შეიძლება და დახმარებოდა რა. ხო. ხარისხებს რა, რასაც მიაბამ რომ აი ესეთი ფუნქცია აქვს ამ პერსონაჟს და მე ამ ფუნქციას რამდენად კარგად გამოვაჩენ, მაგის მიხედვით შეიძლება ანუ თაობაში წამოგეზარდოს რაღაც კონკრეტული პროფესიის მოყვარული ხალხი რა. ეხლა მე მახსოვს რომ სპაიდერმენი და რაღაც ჰალკი და ესენი ყველანი მეცნიერები არიან, ტონი სტარკი მეცნიერია და აი ფიზიკის მიმართ სიყვარული აი რაღაც გამიათმა. ხო, აი ყველა ხო რა თქმა უნდა აი მეცნიერების მიმართ ესეთი სიყვარული იყო პერსონაჟებიდან. რომ ანუ ის რაღაცას იქ აწყობს და აი მე უკვე რკინის კაცია. და სპაიდერმენი კი ხედავ რომ სპაიდერმენია, მაგრამ სპაიდერმენი არის იმიტომ რომ ვალდებულებაა, თორე ისე მეცნიერობა უნდა რა. რა მაგარია მეცნიერობა რა. ხო, სპაიდერმენი ის პიტერ პარკერი არის ძალიან ჭკვიანი მეცნიერი ხო. შე კითხვა გამოჩნდა უცებ აი. ეხლა დავუშვათ ბავშვ ანიმაციას აკეთებ. მეინსტრიმ რაც გინდა რომ ბავშვებში განვითარდეს მეცნიერება იქნებოდა, ხო? კი. მაგრამ ეხლა შენ ანიმაციის იდეა გაქვს? მან არის მსგავსი თემა? ხო, ნაწილობრივ არის უტრირებული რაც რეალურად არ არის და რეალურად ვერ იქნება. ეგეთი ნაწილიც არის, მაგრამ ანუ ვცდილობ რომ ეგ ყველაფერი ავხსნა რაღაც მეცნიერული იმით რა, მიმართულებით რა. ანუ ლოგიკაში უნდა ჩაჭროს. ხო, აი რაღაც მოკლედ მულტფილმის მეცნიერება რა, აი მულტფილმური ფიზიკა და მულტფილმური რაღაც ყველაფერი ბიოლოგია და ეგ ყველაფერი რა. ჯობია რომ რაღაცა ცოტა უფრო სახალისო გახადო რა, რომ ყურებადი იყოს, იმიტომ რომ არ მიდის ხო ადამიანი რაღაც ფილმის აყურებლად როცა მიდის ან მულტფილმის მით უმეტეს რეალობისთვის არ მიდის მანდ რა. მანდ მიდისთვის რაღაც მეტისთვის რა და აი რაღაც მეტი უნდა მისცე უბრალოდ თუ რეალობის ნაწილს ჩააკვეხებ რაღაცნაირად რა, უფრო გიჯერებს იმ ფანტაზიაში რა. აჰა. ანუ ჯობს რომ გააერთიანო რაღაც რეალობის ნაწილი. კი, ხო, ეგ ისა რა, მატყუარის მანტრა არის რომ ანუ თქვი 70% სიტყვაზე ტყუილი და 30% გაძვრევა რა. ან 30% საშინელი ტყუილი იყოს, თუ 70 თუ იქნება, აი სიმართლე რა. ოკეი. ხო და ეგრე არის, ანუ რეალურად რაღაც ფანტასტიკური მების და მუცნების სცენარიც ეგრეა, რომ 70% არის სიმართლე და 30% არის საშინელი ტყუილი, რომელიც არანაირად ეგრე არ იქნებოდა რა. ლოგიკაში არ ჯდება. ხო. რამდენი წელი რაც მუშაობ ანიმატორად? მერვე წელია უკვე. 8 წლის მანძილზე რა იყო ყველაზე რთული ამ პროფესიაში შენთვის? ყველაზე რთული იყო და არის ჯერ კიდევ ის რომ რეალურად საქართველოს არ არის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ორგანულად და ბიზნესად არის ჩამოყალიბებული რა, სადაც შეიძლება პრობლემა მოდიშო სამუშაო ადგილი და დამფინანსებელი რომელიც გააკეთებინებს იმას რაც შენ გინდა რა. რთულია ძალიან. იმიტომ რომ აი შეკვეთების აბსოლუტური უმეტესობა არის motion graphic-ა. პერსონაჟის ანიმაცია არ უნდა ხო, ანუ თან ანუ მეც ვერ თან ხვდები, იმიტომ რომ ხვდები რომ შემიძლია ჩემი პერსონაჟის ანიმაცია გავაკეთო და ავიღო დავუშვათ 5 შეკვეთა motion graphic-ის, რომელიც 5-ვე შეიძლება იყოს რაღაც ნახევარი იმ ერთი პერსონაჟის ანიმაციის, რომელსაც ავიღებდი, ანუ ანაზღაურებით. ხო. მაგრამ დრო ბევრად ნაკლები წავა ამაში რა. და ნაკლებ დროში ვიღებ მე თანხას. და მე ვაკითხებ რომ ჩემი რაღაც გავაკეთო. ეს პერსონაჟის ანიმაციის შეკვეთა რო გავაკეთო, შესაბამისად პირიქითაა რა და ანუ ცოტას ვიღებ და პლუს მე იქ მომენტი არის რომ სხვა ადამიანს ეს ვაკეთებ, ის მე რაღაც მომენტში დამაჩქარებს.
რომ ესე და ესეო და საბოლოოდ არც ერთი პერსონაჟის ანიმაციის შეკვეთა არ გამოვიდა ისეთი როგორიც მინდა და იმიტომ რომ უბრალოდ დიდი დამკვეთები არ არიან რა აქ და პატარა დამკვეთი ყოველთვის აი ეგეთ პრობლემას ქონს. ანუ პრობლემა ეგ არის რომ არ არის ინტერესი, მაგრამ ისიც არის რომ ვერ ხვდებიან რომ მართლა შრომატევადი არის და არ არის ეგ მარტივი და იაფიფული, იმიტომ რომ აი ხშირად ვეუბნები ხოლმე აი წერან ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები უნდათ რომ დავუშვათ ისეთი ანიმაცია შევგვეკვეთონ რომ აი ცოლი მინდა მოვიყვანოთ და ხელი მინდა ვთხოვო ანიმაციით რა. თავიანთი პერსონაჟები გააკეთონ და რო ვეუბნებით თანხას, შენს გქონია მგონი ეგ შემთხვევა ხო? თანხას როცა ვეუბნებით, რა თქმა უნდა ძალიან წური ეჩვენებათ, მაგრამ არ არის წური, პირიქით უფრო ნაკლავს ვეუბნებით, რომ მგონია რომ რადგან კომპანია არ არის და ფიზიკური პირია, იმდენს ვერ გადაიხდეს. და ვითვალისწინებ, ანუ აბსოლუტურად ვითვალისწინებ, რომ ეგეც ბევრი გონია და კომპანია, ანუ ყველაზე ცუდი ისე რომ კომპანიებსაც კი ვერ ხვდებიან ამ ხელაში რომ არის და აი რო ვეუბნები ფას არა, კი უნდათ რომ უფრო ნაკლებად გააკეთო და ანუ ხარისხიც ვარდება, მერე мотиваციაც ვარდება და რავი, ანუ არ ღირს მერე გაკეთება რა და motion-ით ბევრად მარტივია, იმიტომ რომ motion-ის ფასი უკვე იციან. ხო, დაფასებულია, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ აქვს მაგას. მეტნაკლებად რაღაც სტანდარტი ჩამოყალიბებული აქვს. კი და ანიმაციაზე ჯერ ვერ ხვდებიან, მაგრამ მე მგონი რომ მიხვდებიან რომ ხოლმე ფასი აქვს ანიმაციას, მერე სხვასავით წამოაგებს. თან ის მომენტი არის ის რომ მოკლედ რამდენიმე კატეგორიაა რა. ერთ კატეგორიის არც აფიქრდება რომ თორე რეკლამაში შეიძლება პერსონაჟის ანიმაცია კონტეს, იმიტომ რომ გონია რომ პერსონაჟის ანიმაციას დასჭირდება ძალიან ბევრი ადამიანი და პროდაქშენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და არ იცის რომ სიტყვაზე ერთ ტიპსაც შემიძლია გავაკეთო ისეთი რაღაც რომ ანუ მის კომპანიას აბსოლუტურად მოერგება რა. ეგ ერთი მხარეა, რომელსაც გონია რომ ძალიან ძვირია. ხო. ხო. და უბრალოდ არ გაიხედება მაგით. მეორე ნაწილი არის რომელმაც საერთოდ არ იცის რა არის ეს და ანუ რა ჯდება და როგორ კეთდება და ასე შემდეგ რა და მოდის და რეალურად იმისთვის უფრო მოდის რომ გაიგოს რა და რომ ძალიან ბევრი მომენტი არის რომ 2D ანიმაცია უნდა ადამიანს რაღაც კონკრეტული ვიზუალით რაღაცით და ისეთ რაღაცებს ითხოვს რაც 3D ანიმაციას ესადაგება რა და აი მაგას ვერ ხვდება რა და რიგი რო გავაკეთე მე ეგ მაგრამ რა იცის ეგ რიგი რა არის გონია რომ უბრალოდ ერთი კადრი დავხატე რა ხო და რო ძალიან ძვირი რო ჯდება ეგ მაგას ვერ იაზრებს რო უხსნი მე ან ძალიან ერთულება და მაგიტომ მიდის ან ეძვირება და მაგიტომ მიდის რა და თუ რჩება აქედანაც აი ძალიან იშვიათად რომ გაგიმართლოს რომ ისეთი ადამიანი დარჩეს რომ მიხვდეს რომ აი შენ ხარ ანიმატორი და შენ უკეთესად იცი მანდ მოძრაობა როგორც ხო და არ ჩაერიოს შენ იმაში რომ აი იცი რა მოდი ესე გავაკეთებ და ეს კადრი ასე შევცვალოთ და რაღაცა რა მე თუმცა მაგას ხშირად აკეთებენ. ხო ხშირად აკეთებენ და პრობლემატურია ეგ რომ იმიტომ რომ სადღაც მე-3 მე-4 ჩასწორების შემდეგ ხდებია ტექნიკური რაღაცა კი არ ჩაგასწორებინეს რა შინაარსობრივად შეიცვალა რაღაც იმიტომ რომ ადრის ცვლილება ანიმაციაში სერიოზული რამეა რა мотиваცია ძალიან გივარდება აღარ გინდა გაგრძელება და იხრჩობი რომ აი როდის მორჩება ეს რა რაღაც კარგი რო გინდა გააკეთო და გაფუჭებინებენ ყოველჯერზე ზოგჯერ ხდება ხოლმე ყოველჯერზე გაფუჭებინებენ ვიზუალს და გამოსახულებას და კადრებს და მაგრამ ვეღარ გამოყავს უკეთესი უბრალოდ, იმიტომ რომ იმას ესე უფრო მოწ. პერსონაჟის ანიმაცია ხო ძალიან მნიშვნელოვანია რა, ხასიათით კეთდება რა. ანუ შენ თუ უკვე რაღაც мотиваცია დაკარგე, ანუ მეტ შეცდომას უშვებ რა, მეტ რაღაცას იყიდებ, აღარ აქცევ ყურადღებას, აი იქ რაღაც რო შეიძლება ზემოდან გადაედო, აი ჰასტუხი იყო იმაში პიჯაკში და რეალურად პიჯაკის ზემოთ აღმოჩნდა რაღაც მომენტში და ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ ფეხებზე კიდია რეალურად ერთი სული გაქვს, რომ აი წაიღე უღონ დავანებე თავი, იმიტომ რომ დამიკარგე სურვილი რა, ყველაფრის კეთების, იმიტომ რომ მე მოგიფიქრე კარგი რაღაც და დაუშვათ კლიენტმა დაუშვა ამდენი შეცდომა ჩვენთან მუშაობის პროცესში. რა შეიძლება რა უნდა მოგაბრუნოს, იმიტომ რომ ერთი არის რომ შეიძლება ეს გრძნობები რაც უბრალოდ გვერდზე გადადო და მაინც შეეცადო რომ მაქსიმალური ჩადო გააკეთო მიუხედავად რომ უკვე გაფუჭდა ყველაფერი. მაგრამ დაუშვათ ვერ მოერია ამ შენს ემოციებს და ანუ ისე ხარ რომ დაც მომშორდეს ეს კლიენტი. რამ შეიძლება მაგ დროს მოგაბრუნოს? ნუ ესე თუ პირობები იგივე დარჩა, ვერაფერმა ალბათ. უბრალოდ ის მომენტი იქნება, რომ გადაიდოს დედლაინი დაუშვათ, აი რომ დრო მომეცეს, რომ ცოტა დამშვიდე. ხო, დავშვიდე. იმიტომ რომ დრო უნდა მაგას სერიოზული, რომ აი რაღაც დღე ან 2 გჭირდება, რომ აი გამოხვიდე ამ ყველაფერზე რაღაცა გააკეთო. რომ მიხდე რომ ამაში არა რა. ხო შენს ნამუშევრებს უკვე. ანუ რეალურად არა.
უბრალოდ ზოგჯერ არის, როცა მგონია რომ კარგი რაღაც შეიძლება გამოვიდეს და აი მაგ ძალიან ნერვები მეშლება. აი გახსოვს შენც რომ აი პროექტები რომლებიც მეგონა რომ კარგი გამოვიდა და მაგაზე რომ ედიტი მოდიოდა აი ეგ იყო საშინელი რა. იცი რა, ჩემი აზრით მაგ შემთხვევაში როცა შენს პროექტს აკეთებ, რაც გინდა უქენი, მაგრამ ზოგჯერ კი არა და ძალიან დიდ შემთხვევაში გინდა არ გინდა კლიენტს უნდა დაუთმო და მის საშუალება ისეთი იყოს, როგორც მას. მისი ხედვის გადმოტანას. ბიზნესის გადმოსახედიდან და კლიენტის დამკვეთის ურთიერთობის გადმოსახედიდან ეგ უეჭველი ეგრეა რა. მაგრამ როცა მაგ დროს ემოციები უნდა გადადო. ხო, მაგრამ როცა აი ყველა ვარიანტში პირველ რიგში ხო არტისტი ხარ და აი ეგ ძალიან რთულია რა. შენ ეხა გაქვს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი ანიმაციაში. ერთი სცენარს წერ დიდი სერიალი ანიმაციის, რომელსაც სავარაუდოდ დაფინანსება ოჯახი დაგჭირდება. ეხა თან სოციალურ მედიისთვის პატარ-პატარა რეკაპებს აკეთებ ქართული ანიმაციის. გარდა ამისა კიდე რას აკეთებ? რამდენიმე თვის წინ ვიყავი თეთრი წყაროს რაიონში. ჩემი მეგობრების სკოლა არის, პარსიფალი ქვია, საკვირაო სკოლა არის, სადაც ესეთი კლასგარეში განათლება არის რა. რა ასაკის ბავშვებისთვის არის? მე მგონი სკოლის ასაკის ბავშვებისთვის არის ნებისმიერისთვის. მაგრამ ძირითადად იყვნენ მათ ბავშვები, სადაც აი 11-დან 14 წლამდე. და ეს რამდენიმენაირ იმას ატარებენ რა, გაკვეთილებს რა, აი რაღაც stop motion-ით ასწავლეს, რაღაც ხაპრები როგორ იწერება, ეგ ასწავლეს და ძალიან ბევრი რაღაცა არის მოკლედ რა, სპორტული აქტივობები აქვს და ასე შემდეგ რა. მად ვიყავი სტუმრად, ორი ესეთი პატარა ლექსია ჩავატარე იმის ანიმაციის და გაოცებული დავჭი რამდენად კარგად იციან ბავშვებმა რა არის რეალურად ანიმაცია ტექნიკურ ნაწილში გულისხმობ რა. იმიტომ რომ რა ჩვენე კონკრეტულად. ანუ 12 პრინციპზე ვუყვებოდი. და საერთოდ კადრების იმაზე რომ აი ერთებზე ხატვა რა არის, ორებზე ხატვა რა არის, რა არის ეს FPS-ი და ასე შემდეგ და ახან ეს თამაშებს თამაშობენ და რაღაცა და ყველაფერი აი ყველა ეგ ტერმინები იციან უკვე რა, ხო? ხო, აი მოშებლარი იცის ადამიანი, მაისიც ის FPS-ი იცის რაღაცა და ძალიან ბევრი რაღაცას იგებენ რა, მოკლედ ეხლა ძალიან ბევრი იმიდან მედიუმიდან. რომ მივედი, გაგვიკვირდა, მე მგონია რომ მივიდოდი ბავშვებთან რომელთანაც აი რაღაც ისეც მივიტანდი რაცო. თეთრი წყაროს. ხო, ხო და რეალურად რა გაოცებული ვიყავი მე რომ საიდან იცით ამდენი რა. მოკლედ ამ ბავშვებთან გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა პატარა მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია. რა სახება შეიძლება ვიცოდეთ? ტყის სულზე არის. ან მომენტი ის იყო რომ მინდოდა რომ ამას დაეწერათ ყველაფერი რა. სცენარი, სარეჟისორო კადრი. ხო. რაღაც კითხარი შევადგინე პერსონაჟების, აი მთავარი გმირი, ბოროტ მოქმედი რაღაცა ესეთი რაღაც რა როგორ შეიძლება დაყოფილიყო და ესენი პასუხობდნენ და რაღაც მომენტში მაინც გადაუხვიეს რა, რომ ეს კითხარი სტანდარტული არ მოეწონათ და 1000 ვარიანტს იძლეოდნენ, რომ აი ეს ხო არ გავაკეთოთ, ეს ხო არ გავაკეთოთ და ანუ სერიოზული ბრეინშტორმინგი იყო რა. და იქ პერსონაჟების თვითონ დახატეს ყველ რაც მოიფიქრეს და ბოლოს დარჩა რომ სახელი უნდა მოგვეფიქრებინა რა. ერთ-ერთმა მოიღო ტელეფონი და ChatGPT-ს კითხა რა დავარქვათო. და ChatGPT-ს მოიფიქრეს ესა გროგი მე გროგი დაარქვეს პერსონაჟს. ეხა ვაკეთებ მაგის ანიმაციას. დაწეული მაქვს და იმედი მაქვს რომ მალე დავამთავრებ. ბავშვების დიზაინით, ბავშვების სცენარით. რა საყვარლო იქნება. ხო მე მგონია რომ კარგი იქნება რა. აი კარგად შეფუთე და ანუ გაგვიზიარეს 20 ქსელებში. კი, ხო აი ჩვენება როცა იქნება ჩავწერ მანდ კადრებს რაღაცა და ხო მე მგონია რომ კარგი იქნება რა. საინტერესო იქნება. წარმოვიდგინე რომ ყავს ფანი, რომელიც არის ძალიან მდიდარი და ამ ფანმა ერთხელაც გადაწყვიტა რომ დაგაფინანსოს რომელიმე პროექტში. რა პროექტი იქნებოდა ეს? ანუ გაქვს რამე ეხლა მიმდენი რომელსაც დიდი სიამოვნებით დააფინანსებ და თუ რამე სამომავლოდ შეიძლება. ცირა მაქვს პროექტი რომელიც იქნებოდა და ეს არის თამაშის პროექტი არის რომელიც მინდა რომ პლატფორმერი იყოს, მაგრამ პლატფორმერი იყოს უფრო ისეთი რა სინემატიკური. ანუ სადაც იქნება ძალიან ბევრი რაღაც კატსცენები და ისტორია იქნება რა ძალიან. და ანუ ხო, ანუ იმერსიულობა იქნება, რომ უბრალოდ ჩართული არის მოთამაშეც რა, მაგრამ იმდენად გეიმპლეიზე ორიენტირებული არ არის რა, ეს სლეშერი და რაღაც არ იქნება, უბრალოდ იქნება რომ ატმოსფერო რა, ხო, ყველაფერი დაამოამს რა. ხო, აი პირველ რიგში ალბათ მაგას დავაფინანსებდი, იმიტომ რომ დარჩენს გონია რომ ყველაფერს გავაკეთებ ისედაც რა. ამას არ ვარ დარწმუნებული რომ დაფინანსება თუ არ იქნება გავაკეთებ. ამდენი თავგადასავლების მერე ამ პროფესიაში რას ურჩევდი დამწყებ ანიმატორებს და
რავი, რა რჩევა გექნებოდა პრინციპში, გვაინტერესებს ჩვენ, ხო? კადრი ვინც ხატავს მაგას, ძალიან ბევრი ხატავს. ვისაც კადრი ანიმაცია უნდა და ვისაც უნდა რომ ანიმაციის რიგინგი და რაღაცა ისწავლოს, საერთოდ ნებისმიერი რამე ამ სფეროში. ტუტორიალებს უყურეთ თავიდან ბოლომდე. თავი ნებისმიერი რაღაცის ტუტორიალს უყურონ თავიდან ბოლომდე. ნებისმიერი რაღაცას რაც გულისხმობ, პროგრამის სწავლას. პროგრამის სწავლას ვამბობ. აი, პროგრამის თუნდა არა, მაგრამ ანიმაციის ისიც მაგალითად ეხლა 12 პრინციპის გარჩეთ ანიმაციები ასევე. ტრანსფერს არ უნდა იყოს ადამიანი და რასაც არ უნდა აკეთებდე, აუცილებელია კვლევა. რა აი, შე რასაც აკეთებ, მაგაზე ყველაფრის მიმართ ინტერესი უნდა გაგიჩნდეს რა, რომ რეალურად მე რაღაც მომენტში შენი იპოვო. რაღაცა განსაკუთრებული რო იპოვო, ყველა ასპექტში რაღაც უნდა გესმოდეს რა. აი 3D ანიმატორი მე არ ვარ, მაგრამ აი 3D ანიმაციის შესახებ აი რაღაც ძალიან ბევრი მასალა მაქვს რა ნანახი, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც იქ 3D პროგრამაში უყურებ როგორ გააკეთა რა, ან ანიმაციაში დავინახე. იმიტირება შემიძლია მაგის ორდეში თუ ლოგიკას მიუხვდი რა. Choose your destiny. მოდი ახლა გასპონსორებს მინიკუბს ავარჩი. ეს უნდა გავაკეთო რა ფოკუსია. ეს უნდა გავაკეთო. ინფლუენსერები როგორც აკეთებ ახლა. გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ ანბანი შეაგროვოთ მინიკუბიდან და ეს არის მაგნიტები. სხვათა შორის ეს ამას წავიღებს სამსახურში. ახლა მოუშენად ვარ კრაკენში და თან ეს რვაფეხანი. თქვენ შეგიძლიათ ანთებული თვალებით აქ დახატოთ თუ რა წერია. მანამდე კი თქვენ დააკომენტარეთ. მოგეწონათ თუ არა დღევანდელი გადაცემის ეპიზოდი. ასევე მინდა რომ დააკომენტაროთ კითხვები, რომელიც გინდათ რომ ჩვენს შემდეგ მონაწილეს დაუსვათ. სანამ გივი ხატავს, მე მინდა გაგაცნოთ ჩემი ფისო, ჩონქერა AC, რომელსაც ძალიან უყვარს ჭამა და ვარჯიში. მაგიტო არის დაკუნთული და არა პუტკუნა და ფუნდუშა. მოდი აჩვენე ჩვენს მაყურებელს თუ რა დახატებ. და შეაფასეთ. საშინელი დათვი და კიდევ უფრო საშინელი ორცხობილა. ორცხობილად დაეწყო. ეხლა შენ გევალება რომ ახალ გვერდზე დაწერო ის რა უნდა დახატოს შემდეგმა მონაწილემ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი, გვესტუმრე. ვისაუბრეთ ანიმაციებზე, ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით, იმედია თქვენც მოგეწონათ. იმედი მაქვს შენს ანიმაციას მალე ვნახავთ. აუცილებლად. თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, სარეზგილაკი გააქტიუროთ და დააკომენტაროთ, გითხრათ თქვენი მოსაზრებები იმ თემებთან დაკავშირებით, რასაც დღეს ვისაუბრეთ.